მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ბრუნდებით შემდეგი მატჩით ამჯერად პრემიერ ლიგის მატჩი გვაქვს ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედი. ძალიან საინტერესო მატჩი, რა თქმა უნდა. პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდების დაპირისპირება დაიწყო ამასობაში. მატჩი დაიწყეს მანჩესტერის ფეხბურთელი მაგ ჟოტა და ეგრევე გადის ეს პასი, ნახოთ ჟოტა. აბა ჟოტა, კარგია ჟოტა, თუმცა იქ მაგვაიერი ბრწყინვალე თამაშობს და ეგ უკვე გადარჩა. მანჩესტერი და როგორც ჩანს, კარიდან დარტყმა იქნება. პირველივე წუთებზე ასეთი ხიფათი შეიქმნა მანჩესტერის კართან. იორო, უკან ონანა. აიტანა წინ. აქ ბურთით ლივერპულის ფეხბურთელები, აქ მოჰამედ სალაჰი. მოჰამედ სალაჰი დაიძრა. ნახოთ. აბა სალაჰი, ლამაზად თამაშობს ძალიან, აბა მოჰამედი. კარგია სალაჰი, დაარტყა ეგვიპტელმა, თუმცა არა. ონანა ეუფლება ისევ ბურთს და აქ მანჩესტერის ფეხბურთელი მარტინეზი და წამოვიდა შეტევაში მანჩესტერი მარინო, თუმცა არა. აქ ვანდაიკი რა კარგად დაინახა იქ. ლუის დიასი, აბა დიასის დარტყმა და გადარჩა მანჩესტერი. მე-12 წუთზე ესეთი სახიფათო მომენტი შეიქმნა მანჩესტერ იუნაიტედის კართან. გადარჩნენ ახლა მანჩესტერელები. ონანა გაახლებს მატჩს. გვერდზე პასი მარტინეზი. იორო, ონანა, მარტინეზი და იქ გადარჩა მანჩესტერი ნამდვილად, კინაღამ ჩაჭრა ჟოტამ ეს პასი. სხვათა შორის აქ ცვლილება არის ძირითად შემადგენლობაში ლივერპულის რიგებში. გაკპოს მაგივრად რაღაცომაც არ დააყენა მწვრთნელმა და თამაშობს ჟოტა და აქ მაკალისტერი, რას მოიფიქრებს, რა კარგ პასს აკეთებს მოჰამედ სალაჰი და რაპურტი გერიებს ახლა ონანა, გადარჩა მანჩესტერი. რაპურტი მოიგერია ახლა ონანამ. მაკალისტერ შეეძლო თავადვე დაერტყა, თუმცა ჩაუწოდა მოჰამედ სალაჰს. მანაც ნუ კარგად დაარტყა ახლო კუთხეში მაქსიმალურად, თუმცა ბრწყინვალე სეივი ონანასი. აქ ჩაწოდება, ალბათ ონანა და ეუფლება ბურთს ხელებში, ასეც ხდება. ჯერჯერობით ფრე გვაქვს 0-0, თუმცა მთელი მატჩი ალბათ ლივერპული უფრო კარგია ჯერჯერობით, უფრო უჭირავს ბურთი და მომენტებსაც ისინი ქმნიან. აქ იორო კარგია ძალიან დაცვაში. და მოიტანოს როგორ კაც ბურთი დაცვიდან, თუმცა ვერა. აი აქ უგარტი შვენივრად თამაშობს ონანა. გვერდზე პასი არ აიტანა როგორც ჩანს. ფერნანდეში და აბა წავიდა მანჩესტერი, აბა გარნაჩო. კარგი პასი, აბა ისევ გარნაჩო, ალეხანდრო გარნაჩო. აქ რა ხდება? აბა გარნაჩო. ას მოიფიქრებს არა. ბურთი ვერაფერს ვერ მოიფიქრებს და კონატე დაიძრა. კარგი პასი ჟოტა. აბა ჟოტა, კარგია აქ ჟოტა, ნახოთ. დაარტყა შორიდან ჟოტამ, თუმცა არა. კარს საფრთხე არ დამუქრებია. და უმასაც არაფრის მოქმედება არ მოუწია. ონანა განაახლებს ისევ მატჩს. ამასობაში 32 წუთია, ანგარიში ფრე 0-0. აქ აუძე გადადის ბურთი, მაკალისტერი მოაწვის ამაუტს. აბა დიასი, აბა ნახოთ. ლივერპული თუ შექმნის მომენტს, აქ ჟოტა მარტო დატოვეს. აქ უკან პასი. კარგად თამაშობენ. აქ ლივერპულის ფეხბურთელები დიასი დაარტყა და ცელმა იხსნა ახლა მანჩესტერი როგორ გადარჩნენ. მანჩესტერელები და ონანა მოიგერია ეს ბურთი. მაზრაუი, თუმცა რობერტსონი აქ ძალიან კარგად თამაშობს და რა პასს აკეთებს ახლა რობერტსონი. ლუის დიასი, თუმცა რა. დაიბლოკა ეს დარტყმული. გადარჩა ისევ მანჩესტერი. მიაწვა ბოლო წუთებში განსაკუთრებით ლივერპული. თითქოს გოლი მწიფდება მანჩესტერის კარებთან. აბა კონჩეტევას თუ დაიჭერს მანჩესტერი, თუმცა არა. ალექსანდრე არნოლდი შვენივრად თამაშობს, აბა არნოლდი გვარდებეში, თუმცა არა გვარნებერში. და ამასობაში დასრულდა პირველი ტაიმი, ფრედ 0-0. ლივერპული უბრალოდ კარგად გამოიყურება. ნახეთ დარტყმები მომენტები საერთოდ არ ქონია მანჩესტერს. ნახოთ მოკლედ დაგიბრუნდებით მეორე ტაიმში, ცოტა ხანი შევისუნოთ. ბრუნდებით ამასობაში
მეორე ტაიმით ასეც საინტერესო მატჩი გვაქვს ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედი პირველი მატჩის შემდეგ გვაქვს ფრე 0-0 და ლივერპული უფრო კარგად გამოიყურება და აქედანაც ჩანს უკვე როგორ აპრესინგებს ლივერპული მეტოქეს იორო აქ რას აკეთებს იორო როგორ გარისკა სნობოსლაი ჩააწოდა ჟოტან დაარტყა და 1-0 გაიხსნა ანგარიში ლივერპული გადის წინ დამსახურებულად ნამდვილად დამსახურებულად გაიტანეს ლივერპულილებმა ეს გოლი ჟოტამ შეაგდო აქ შეცდომა დაუშვა იორომ და გოლი მოჰყვა ამას 1-0 მოკლედ გაიხსნა ანგარიში დაწინაურდა ლივერპული მაგუაიერი აქ რას აკეთებს მაგუაიერი მეორე გოლიც სალაჰი ვაკეხა თუ მდგომარეობაშია სალაჰი თუმცა მოტრია და მუჰამედ სალაჰი თუმცა დაბროკა მაგუაიერმა შეიძლება იქონა ნაიგერია და ამბობს თუმცა მაინც კარგად ითამაშა აქ მაგუაიერმა მე მგონი ხელიზეც მოხდა თუმცა ნუ ამას აღარავინ არ გადაამოწმებს სნობოსლაი აბა ჩაწოდება აქ დიასი არ ტყავდა თუმცა კარგი იყო იქ მანჩესტერისა დაცვა აბა გარნაჩო არა დაიკარგა ბურთი ისე მეტოქს ნახევარზე ბურთით არ გადასულა ამ ტაიმში მანჩესტერი აბა გვარნებელში დაარტყა და აბა დიასი არა ვერ მიასწრო ახლა ლუის დიასმა ამ ბურთს უნანა დაიუფლე და დიალო აბა ნახოთ მანჩესტერი არა ეს პასი არ გადის ლივერპულის დაცვა დღეს არის შეუდარებელი ნამდვილად ვერ გაძვრა ერთ-ერთი მანჩესტერელი აბა კარგი პასი მოჰამედ სალაჰი დაარტყა სალაჰმა თუმცა გადარჩა მანჩესტერი როგორი შეტევა იყო თაბლო დაახვიეს აქ მცველებს როგორი კარგი პასი იყო აქ სალაჰი სულ მარტო იყო შეეძლო 1-2 ნაბიჯს გადადგმა თუმცა ეგრევე დაარტყა ეგვიპტელმა უნანა დაუგორა იქვე მარტინეზი რატომ რისკავს ასე ძალიან აიტანა ბოლოს მაინც და ბურთით ვინ დარჩება ლივერპული სნობოსლაი კარგი პასი დიასი ლუის დიასი და გრაშება უნანა ისე დარწმუნებით იყო თითქოს იცოდა რომ ბურთი ასწევდა და კინამ გავიდა გოლი მანჩესტერის კარში ძელმა იხსნა ახლა ინგლისური გრანდი არნოლდი დიასი თუმცა არა თამაში გამდგომარეობა ყოფილა კოჭი ხონდა წინ ლუის დიას უნანა ამასობაში აიტანა წინ და ბურთით ვინ დარჩება ლივერპული აბა მოჰამედ სალაჰი დაარტყა შორი მანძილი და სალაჰმა და სად გადარჩა ახლა მანჩესტერი ცოტა გოლს უნდა მოეგოს მანჩესტერ იუნაიტედი მეორე ტაიმში ბურთით არ გადასულა მეტოქის ნახევარზე მანჩესტერელები რაც ვერ გამოიყურება დიდად კარგად დღეს ინგლისური გრანდი იორო უგანდა აქ რობერტსონი გადაიტანა და რა კარგი პასი თუმცა აქ მაგუაიერი კარგია დაცვაში ვანდაიკი მაკალისტერი და გაიკარგება ბურთი წავიდა გარნაჩო თუმცა არა შეაჩერა ბოლოს მაინც კონატენ ვანდაიკი სალაჰი კარგია მოჰამედი ალექსანდრე არნოლდი ნახოთ კარგი პასიც არის სნობოსლაი დაარტყა და 2-0 მოიგო ეს მატჩი ლივერპულმა არ არის ნამდვილად მანჩესტერი ამ მატჩის გადამრჩენელი 95 წუთზე სნობოსლაი ახერხებს ანგარიშის ორამდე გაზრდას და მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია რა კარგად ითამაშეს აქ ლივერპულილებმა და დაცვა ჩავარდა არაპირით უფრო უკან ჩაიწვნენ ორი კაცი იყო მარტო და სნობოსლაიმ და 2-0 აბა ვნახოთ ერთ ბურთს მაინც თუ გაქვირთავს ახლა თუ გაიტანს მანჩესტერის შემდეგ რაღაც დრო მაინც ექნება თუმცა არა ვერაფერს ვერ უხერხებს ლივერპულს მანჩესტერი და აბა საერთოდ მესამეზე მიდის აქ ლივერპული თუმცა ძალიან ცუდი ჩაწოდება
ონანა 5 წუთი ამასობაში დამატებული დროს დაამატა არბიტრმა. აბა სნობოსლაი მივიდა საჯარიმოსთან დაარტყა სნობოსლაი, თუმცა დიდი მანძილით სდება ბუკიკას. დუბლზე წავიდა სნობოსლაი. და ონანა განაახლებს მატჩს და მალე დასრულდება ეს შეხვედრა. რატომ რისკავს ასე მანჩესტერი? აბა ჟოტა აქ თავი დაარტყა და კიდევ გაიტანა რა გოლს იტანდა ახლა ჟოტა. გადარჩა მანჩესტერი, თუმცა მაინც ვერ გადარჩა ბოლომდე 2-0. ლივერპულმა მოიგო ეს მატჩი და დღევანდელ რეპორტაჟს ამით მოვამთავრებთ. დალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწვევთ არხი და გიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.